თავი მესამე. ხასხასა მოლზე დამასვენებს. უცნაური რამ ახასიათებს ცხვრებს? თითქმის შეუძლებელია ისინი აიძულო რომ დაწუნენ მოსასვენებლად, სანამ შემდეგი 4 პირობა არ იქნება შესრულებული. პირველი, მათი მფრთხალი ბუნება არ დაუშვებს იმას, რომ მათ მოისვენონ, სანამ არ განთავისუფლდებიან მცირეოდენი შიშისგანაც კი. მეორე, ჯოგურ ინსტინქტზე დაფუძნებულები, ისინი მშვიდად ვერ წამოწვევიან, სანამ არ მოიშორებენ დაძაბულობას ერთმანეთს შორის. მესამე, მანამ სანამდე ცხვრებს აწუხებენ ბუზები, სხვა მწერები თუ პარაზიტები, ისინი მოსასვენებლად ვერ დაწვევიან და მხოლოდ მაშინ, როცა ისინი განთავისუფლდებიან ამ მწვალებლებისაგან, მათ შეუძლიათ მოდუნება და წამოწოლა. საბოლოო მეოთხე პირობაა ის, რომ ცხვრები ვერ მოისვენებენ მშიერ კუჭზე, როცა იძულებულები არიან ეძებონ საკვები. მშიერი ცხვარი არ წვება. მაშა სადამე ცხვრები მხოლოდ მაშინ მშვიდდებიან, როცა გამორიცხულია შიში, დაძაბულობა, ჯავრი და შიმშილი. განსაცვიფრებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ მხოლოდ მწყემს შეუძლია მათი განთავისუფლება ყველა ამ შეჭირვებებისაგან. ეს მთლიანად მის მონდომებასა და გარჯილობაზეა დამოკიდებული. იქნება მისი ფარა განთავისუფლებული შემაწუხებელი ზეგავლენებისაგან თუ არა. განვიხილოთ ეს ზემოთ დასახელებული გარემოებები უფრო დაწვრილებით და მაშინ შევძლებთ ავხსნათ ის სერიოზული შედეგები, თუ რამხელა გავლენა აქვს მწყემსა თუ მეპატრონეს ცხვრების მოშენება განვითარებაზე. სწორედ რომ ვთქვათ, მხოლოდ მას შეუძლია ცხვრების დამშვიდება, დაკმაყოფილება საკვებით და დაყოლიება მოსასვენებლად. ფარა, რომელიც შფოთავს, უკმაყოფილოდ აღგზნებულია, ამასთან შეწუხებული ვერ ვითარდება. ადამიანებისთვისაც იგივეა დამახასიათებელი. ყველასათვისაა ცნობილი, რომ ცხვარი ძალიან მშიშარა, მფრთხალი ცხოველია და ადვილად ვარდება პანიკაში. უეცრად ბუჩქებიდან გამოვარდნილი კურდღელიც კი შეიძლება გახდეს მთელი ცხვრის ფარის შეშფოთებისა და გაფანტვის მიზეზი. და თუ დაფეთებული ცხვარი ბრმაშიშით შეპყრობილი გარბის გასაქცევად, მას ათეულობით სხვა ცხვარი მიჰყვება იმის და მიუხედავად, თუ რამ გამოიწვია მათში ასეთი შფოთი. ერთხელ ქალაქიდან ნაცნობი ქალბატონი გვეწვია, თან პატარა ლეკვი ახლდა მანქანაში. როგორც კი მან ავტომანქანის კარი გამოაღო, პატარა ძაღლი ბალახზე გადმოხტა. ამ ლეკვის ერთი ნახტომი საკმარისი იყო, რომ ახლომახლო დასასვენებლად განლაგებული 200 ცხვარი შიშით შეპყრობილი მიმოფანტულიყო მთელ საძოვარზე. იქამდე, სანამ არსებობს იოტისოდნა შიში იმისა, რომ შეიძლება გამოჩნდნენ ძაღლები, ტურები, პუმები ან დათვები, ცხვრები მუდამ მზადყოფნაში ფეხზე დგანან, რათა მაშინვე გაქცევით უზრუნველყონ თავიანთი თავის უსაფრთხოება. მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ თავდაცვის უნარი. ისინი უმწეო, სუსტი, შიშარა ქმნილებები არიან, რომლებიც თავდაცვას გაქცევაში პოულობენ. იმ პატარა ლეკვთან დაკავშირებული ამბის მერე, როცა კი ვეპატიჟებოდი ჩემს მეგობრებს, ყოველთვის ვთხოვდი მათ ძაღლების სახლში დატოვებას. ხშირად იძულებული ვიყავი მესროლა ან დამეფრთხო მაწანწალა ძაღლები, რათა მათ არ შეეწუხებინათ ჩემი ცხვრები. ჩვენს არემარეში ცნობილი იყო შემთხვევა, როცა 2 ძაღლმა ერთ ღამეში 292 ცხვარი დაგლიჯა. იმ ღამეს მათ მოახდინეს საშინელი სისხლის ღვრა. დევნილი ბატკნის მატარებელი ნერბები გაქცევის დროს კარგავენ თავიანთ უშობელ კრავებს. და ნაკარგები, რომლებსაც მეცხვარე ასეთი თავდასხმის შედეგად იღებს, შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ერთხელ, გამთენიის ხანს, საძოვარზე აღმოვაჩინე ჩემი საკუთარი 9 საუკეთესო ნერბი, რომლებიც დაიღუპნენ ბატკნის მოგების პერიოდში მყოფნი ძაღლების თავდასხმის შედეგად.
ეს გახლდათ საშინელი შოკი ჩემთვის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცისთვის, მეცხვარეობაში ახალფეხადგმული და გამოუცდელი რომ ვიყავი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს საძინებელში სასთუმალთან გამზადებული დატენილი იარაღი და ჯიბის ფარანი მეგულებოდა. უმცირეს ფაჩუნზე, რომელსაც კი შეეძლო საფრთხე შეექმნა ჩემი ცხოვრებისთვის, ვეძახდი ჩემს ნაგაზებს და იარაღმომარჯვებული გავრბოდი წინ, სიბნელეში, ნებისმიერი თავდამსხმელისაგან ჩემი ფარის დასაცავად. დროთა განმავლობაში მე მივხვდი, რომ ჩემი ცხვრები მაშინ გრძნობდნენ თავს მშვიდად და დარწმუნებულად, როცა იცოდნენ, რომ მეც მათთან ერთად ვიმყოფებოდი საძოვარზე. მათი მწყემსის, მე პატრონისა და დამცველის იქვე ყოფნა დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათ ამშვიდებდა, როგორც სხვა არაფერი. ერთ ზაფხულს ჩვენს მხარეში გახშირდა ცხვრების ქურდობის შემთხვევები. იმ პერიოდში, მთელი ღამეების განმავლობაში, ჩემს ძაღლთან ერთად ფარასთან ვიმყოფებოდი. ვარსკვლავებით გაჩერაღდნებული ღამის ცის ქვეშ ჩვენ ვიცავდით ფარავს თავდამსხმელი ქურდებისაგან. ცნობა იმის შესახებ, რომ მთელი ღამეები ცხვრების სადარაჯოზე ვიმყოფებოდი, შემოვლითი გზებით ქურდებამდეც მიაღწია. მათ მაშინათვე გადაწყვიტეს დაეტოვებინათ იქაურობა და თავიანთი მძარცველური ლაშქრობებით სხვა მხარეში გადაბარგდნენ. ქრისტიანების ცხოვრებაშიც ამის მსგავსად არ არსებობს მეორე აზრი იმის შესახებ, რომ წყემსი თავისი ფარის ახლომახლო იმყოფება. მხოლოდ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე შენს გვერდზე იმყოფება, შეუძლია განდევნოს შიში, პანიკა და შფოთი. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეთი გაურკვეველი და მერყევია. ნებისმიერ წუთას შეიძლება დაგვეცეს თავს შეჭირვება, საფრთხე თუ უბედურება. ჩვენ ყოველთვის რისკზე მივდივართ. არავის არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს თუ რა საფრთხე ან უბედურება შეიძლება მოუტანოს ადამიანს ახალმა დღემ. ჩვენ მუდმივად ვცხოვრობთ ან შიშის გრძნობის ქვეშ, ან ათასნაირი საზრუნავებისა და არასასიამოვნო შავბნელი წინათგრძნობების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. არის კიდევ იმის შემეცნებაც, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით და უნდა გავარკვიოთ, რომელ მათგანს მივაკუთვნებთ საკუთარ თავს. ჩვეულებრივად უცნობი რამ და მოულოდნელი ჩვენში იწვევს განსაკუთრებულ შიშს. ამ შიშის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული უმრავლესობა ადამიანებისა ვერ უმკლავდება თავიანთ ცხოვრებაში წარმოქმნილ ცვლილებებსა თუ სასოწარკვეთილებას. ჩვენ გვგონია, რომ ჩვენს მტრებს სურთ ჩვენი სიმშვიდის დარღვევა. ჩვენს პირველ რეაქციას წარმოადგენს გაქცევა ყოველივე ამისაგან. მაგრამ უკვე გაჭირვებაში ჩავარდნილები უეცრად ვიაზრებთ იმას, რომ იესო ქრისტე გახლავთ ჩვენი მწყემსი და ამას შესამჩნევი ცვლილებები მოყვება. მისი თანდასწრების შეგნება საშუალებას გვაძლევს ყველაფერს სხვა იმედის თვალით შევხედოთ. უეცრად ყველაფერი იცვლის სახეს და არ გვეჩვენება ასე პირქუშად და არ იწვევს ისეთ შიშს, როგორც ადრე. ჩვენი ხედვის მიმართულება იცვლება. იბადება იმედი და შიში უკან იხევს. სიწყნარე და სიმშვიდე კვლავ ისადგურებს ჩვენს გულებში და მოსვენების საშუალებას გვაძლევს. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაშიც მეორდებოდა კვლავ და კვლავ ჩემი ზრდასრულობის ასაკში. თუმცა რა ადვილია იმის შეგნება, რომ ჩემი უფალი, რომელსაც მე ვეკუთვნი, ყველაფერს აკონტროლებს, მაშინაც კი, როცა გამოვალ მდგომარეობაში ვიმყოფები და რომ ამის ცოდნა მოსვენებასა და სიმშვიდეს მაძლევს. შვიდად დავწვევი და დავიცინებ, რადგან შენ უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად. ფსალმუნი 4, თავი 9. სული წმიდას აკისრია განსაკუთრებული მისია. მიაწოდოს ჩვენს მფრთხალ გულებს იესო ქრისტეს თანდასწრების შეგრძნება. იგი წყნარად და თავმდაბლურად ზემოქმედებს ჩვენზე, გვანიჭებს რა რწმენას იმისას, რომ იესო ქრისტემ ზუსტად იცის ჩვენი მდგომარეობა, განცდები და ხასიათი და არ დაგვტოვებს, არ დააყოვნებს საშველად. ამ რწმენაში ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდე და მოსვენება ვიპოვოთ.
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა. მეორე ტიმოთე, თავი პირველი, მუხლი მე-7. ღვთისმოშიშობის შედეგია 7 სული, რომელიც არაა დამძიმებული შიშითა და შაუბნელი წინათგრძნობებით. ცხვრებს კიდევ ერთი მიზეზის გამო შეიძლება ჰქონდეთ შიშის შეგრძნება. ეს არის დაძაბულობა შიგნით ფარაში, მოწინააღმდეგებთან შეხლა-შემოხლა და უთანხმოებანი. მხოლოდ მწყემს შეუძლია ამ კონფლიქტების დალაგება, რათა ფარაში სიმშვიდე იქნას შენარჩუნებული. ნებისმიერი სახის ცხოველთა გარემოში ძალისა და ასაკის გათვალისწინებით არსებობს გარკვეული წესრიგი რანგებს შორის. ქათმებთან ეს წესრიგი იწოდება ნისკარტებით კორტნის წესრიგად, ძროხებთან რქების წესრიგად, ხოლო ცხვრებთან რქენის წესრიგად. ძირითადად ცხვრების ფარაში პირველობას რომელიმე ყოყოჩი, ეშმაკი, ძალაუფლების მოყვარული ცხვარი იღებს. თავის პოზიციას იგი იმით იმაგრებს, რომ რქენის გზით აგდებს სხვა ნერვებსა და მათ ბატკნებს საძოვრის საუკეთესო ადგილებიდან. სხვა ცხვრებიც იგივე საშუალებით იბურნებენ თავიანთ მყარ მდგომარეობას ფარაში. ისინი მანამდე ურქენენ სხვა, უფრო ახალგაზრდა, გამოუცდელ და სუსტ ცხვრებს, სანამ არ გაიმყარებენ საკუთარ პოზიციებს ფარაში. ამის ზუსტი და ცოცხალი სახე მოცემულია ეზეკიელის წიგნში. მე დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და დავაწვენ მათ საძოვრებზე, სიტყვა უფალი ღმერთისა. დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, სუქანსა და მაგარს გავანადგურებ, მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად. ეზეკიელი, თავი 34, მე-15 და მე-16 მუხლები. ამიტომ ასე უთხრა მათ უფალმა ღმერთმა: აჰა, მე განვიკითხავ ჯანსაღ კრავსა და გამხდარ კრავს შორის, ვინაიდან გვერდსა და მხარს ჰკრავთ თქვენ და რქებით რქენთ ყველა სუსტს, სანამ არ გარეკავთ მათ გარეთ. მე კი ვიხსნით ჩემს ცხვრებს და აღარ იქნებიან მეტად ნადავლად და განვიკითხავ კრავსა და კრავს შორის. ეზეკიელი, თავი 34, მე-20-დან 22 მუხლის ჩათვლით. ბიბლიის ეს ადგილი წარმოადგენს ნათელ მაგალითს თუ რა მეცნიერული სიზუსტითაა გადმოცემული ამ წიგნში ბუნებრივი მოვლენები. ყოველივე ამ დაძაბულობის, თავგამოდებულობისა და ადგილისათვის ბრძოლისთვის თვითდამტკიცების გამო ფარაში ხშირად ჩნდება შინაგანი უთანხმოებები და შეხლა-შემოხლა. ამიტომაც არ შეუძლიათ ცხვრებს მშვიდად წოლა და მოსვენება. ისინი იძულებულები არიან სულ ფეხზე იდგნენ, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება და უფლებები და განდევნონ სიმშვიდის დამრღვევი თავდამსხმელი. ხშირად მიწევდა თვალყურის დევნა, თუ როგორ ცდილობდა ჯიუტი ბებერი ნერბი თავდასხმას ახალგაზრდა ცხვარზე, რომელიც მშვიდად ძოვდა ბალახს. ან წამოსაწოლ ადგილს ეძებდა სადმე ჩრდილში მოსასვენებლად. თავდახრილი თავით, დაძაბული კისრითა და გადმოკარკლული თვალებით ჯიუტი ცხვარი 4-ით მოჰქროდა ახალგაზრდა ცხვრისაკენ. ესეთი მოქმედება ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა: დამითმე ადგილი, შორს ჩემი გზიდან. და თუ ის მეორე ცხვარი მაშინვე არ გაეცლებოდა გზიდან, მას უმოწყალოდ ურქენდნენ. ხოლო თუ ის გაუძალიანდებოდა და გაბედავდა მიეღო გამოწვევა, 1-2 დარტყმა საკმარისი იყო მისთვის კუდი თქვა ესრულინებინად. ესეთ ხანგრძლივ მტრობასა და უთანხმოებებს ფარის შიგნით შეიძლება მოყოლოდა ყველაზე მავნე შედეგები. ცხვრები საოცრად გრძნობიარენი, უკმაყოფილონნი, შფოთიანნი და შეწუხებულები ხდებიან. ისინი ადვილად ღიზიანდებიან და კარგავენ წონას. ამ დაკვირვებების შედეგად ერთი რამ ფრიად საინტერესო იყო. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი მათი ყურადღების ცენტრში, ისინი უეცრად ივიწყებდნენ თავიანთ სულელურ უთანხმოებებს და წყვეტდნენ ყველანაირ შეხლა-შემოხლას. წყემსის თანდასწრება რადიკალურად ცვლიდა მათ მოქმედებას.
ჩემთვის ეს შემთხვევა ნათელი ილუსტრაცია იყო ადამიანთა საზოგადოებაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას. ადამიანები გამუდმებით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩვენ უნდა მივბაძოთ მაიარების ოჯახს, ან კიდევ თუ მილერი აძლევს თავს უფლებას რეგულარულად ეწვიო საცურაო აუზს, ჩვენ რითი ვართ მასზე ნაკლები? ნებისმიერ დაწესებულებაში თუ სამმართველოში, ნებისმიერ ოჯახში, ყოველ შეკრებაზე, ადამიანთა ორგანიზაციასა თუ შეკრებაზე, იმის და მიუხედავად მცირეა იგი თუ ხალხმრავალი, მიმდინარეობს ეს ბრძოლა აღიარებისათვის და თვით დამკვიდრებისათვის. უმრავლესობა სურს რაღაცა აზრის გამოთქმა. ბევრი საქმეში მუშტების ჩართვით ცდილობს წინ წაწევას, თუნდაც ამის გამო სხვა დაშავდეს. ამის მიზეზია შური. ჯავრისა და წყენისაგან აღმოცენდება მრისხანება, სიძულვილი და საშინელი ზიზღიც კი. ასეთი ზრახვები ნიადაგს უმზადებს ჩხუბსა და უთანხმოებას. ასეთი ადამიანები აუცილებლობად თვლის გამუდმებით საკუთარი პოზიციის განმტკიცებას ან საკუთარი უფლებების დაცვას. და ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაწინაურებულ იქნას და სხვებისაგან რაღაცით იქნან გამორჩეულნი. ფსალმუნში აღწერილია ამის საპირისპირო სურათი, ის რომ ღმერთის მოყვარული ადამიანები იმყოფებიან სიმშვიდესა და კმაყოფილებაში. ქრისტიანს სხვა ადამიანებისაგან უნდა ანსხვავებდეს სიმშვიდე და კმაყოფილება, რითიც ისინი გამოირჩევიან ჯოგის წარმომადგენლებისაგან. დიადი შენა ძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად. პირველი ტიმოთე, თავი 6, მუხლი 6. პავლე მოციქული ამ აზრს ასე გამოხატავს. ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც მაქვს. ფილიპელთა, თავი 4, მუხლი 11. ეს გამონათქვამი უეჭველად ჩვენ განსაკუთრებულ მდგომარეობაზეც მიუნიშნებს საზოგადოებაში. უსასრულო შფოთი და ფუსფუსი ბადებს პიროვნებაში მისწრაფებას, რაც შეიძლება წინ გაუსწროს ჯოგს. მოექცეს რა მწვერვალზე სამაგალითო კაცის თუ ქალის წოდებას ამოფარებული. თავისი უნიკალური მიწიერი ცხოვრების გზაზე დიდებული მწყემსი იესო ქრისტე მიანიშნებდა იმაზე, რომ პირველები იქნებიან უკანასკნელნი, ხოლო უკანასკნელნი პირველნი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველები მან უწოდა იმათ, ვინც მის გულში დაიკავებდა პირველ ადგილს. ნებისმიერ მწყემს გააჩნია თანაგრძნობის გრძნობა სუსტი საწყალი ცხვრის მიმართ, რომელიც ყოველთვის დაჩაგრულია ძლიერი მოჩხუბარი ცხვრისაგან. რამოდენიმეჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მეც ძლიერად დამიბეგვია მოჩხუბარი და ჭირვეული ნერვი, როცა იგი სასტიკად მოქცევია სუსტ ცხვრებს ფარაში. ასევე აუცილებლად ვთვლიდი დამესაჯა ისინიც, ვინც ურქენ და პატარა ბატკნებს, თავიანთი ცუდი ტემპერამენტის გამო ჩემს ფასეულობათა სიაში ისინი უეჭველად ვერ დაიკავებდნენ პირველობას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კიდევ ერთმა გამოკვლევამ. ცხვრები, რომლებსაც არ ახასიათებდათ აგრესიული ვნებები, უფრო ხშირად კმაყოფილნი, მშვიდნი და წყნარნი იყვნენ. მათი უპირატესობაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მათ სურდათ ყოფილიყვნენ უმნიშვნელო მომცროები, ვიდრე სხვები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წყემსის თანდასწრება ყოველგვარ იერარქიებს და ძალაუფლებისათვის ბრძოლის წყურვილს აქრობდა ფარაში. მსგავსი მდგომარეობა სუფევს ჩვენს ადამიანურ ურთიერთობებში. როგორც კი გავიაზრებთ იმას, რომ ვიმყოფებით იესო ქრისტეს თანდასწრების გარემოცვაში, მაშინვე ვწყვიტავთ ჩვენს უაზრო ეჭვიანობასა და მეტოქეობას. მხოლოდ მოდრეკილი გულის მქონე ადამიანს შეუძლია იქონიოს მჭიდრო პირადული ურთიერთობა იესო ქრისტესთან. მხოლოდ ამ ურთიერთობაში იგი შეძლებს იპოვოს სიმშვიდე, სიხარული და იმედი იმისა, რომ მას შეუძლია მოსვენება ჰპოვოს ნაყოფიერ საძოვრებზე, მიუხედავად შფოთიანი და შურიანი სამყაროს არსებობისა მის გარშემო.
თუ ჩემი მზერა მიმართულია ჩემი უფალის იესო ქრისტეს მიმართ, მე ვერ ვამჩნევ, რას ჩადიან სხვები. ეს არის სიმშვიდის ადგილსამყოფელი. ამიტომ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ერთხელაც იესო ქრისტე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ადგილს მიგვაკუთვნოს ჩვენ მარადისობაში. საბოლოოდ, მხოლოდ მისი აზრი იქნება გადამწყვეტი. ნებისმიერი ადამიანური შეფასება არასანდო, წინასწარმეტყველებას მოკლებულია და დაშორებული საბოლოო დანიშნულების ადგილს. თუ იესო ქრისტეს მუდმივი თანდასწრება შემეცნებულია ჩემი გონების, სულისა და რწმენის მიერ, ჩემში არსებული სული წმიდის ზეგავლენით, შემიძლია განთავისუფლებული ვიყო შიშისაგან, ადამიანების წინაშე და მათი აზრისაგან. შემეცნება ჩემი კეთილი მწყემსის, კეთილგანწყობილებისა ჩემთვის ბევრად უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე უპირატესი ადგილი საზოგადოებაში და განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მდგომარეობის მიღწევა ადამიანებთან ბრძოლისა და პაექრობის ხარჯზე მიიღებს. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან. მათე, თავი მეხუთე, მუხლი მე7. ასეთივე დიდ საფრთხეს, როგორიცაა გარეული ცხოველებისაგან თავდასხმა ან უთანხმოება შიგნით ფარაში, ცხვრებისთვის წარმოადგენენ მწერები და პარაზიტები. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მათი მოგერიება აუცილებელია. ამ მწვალებლებზე უფრო დაწვრილებით ფსალმუნის განხილვის პროცესში მოგითხრობთ, მაგრამ აქ თუნდაც გაკორით მათი ხსენება აუცილებელია. სხვადასხვა სახეობის ბუზებსა და ტკიპებს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ცხვრები თითქმის გაცოფებამდე მიჰყავს. თუ ეს მტანჯველები ცხვრებს დაესევიან, მათ საერთოდ არ აქვთ საშუალება მოსვენებისთვის. ამიტომაც ისინი ფეხზე დამდგარნი არხევენ თავებს, გამუდმებით აბაკუნებენ ფეხებს და სიამოვნებით შევარდებოდნენ სადმე ბუჩქნარში, რათა თავი დააღწიონ ამ საშინლად შემაწუხებელ მწერებს. და მხოლოდ მწყემს, რომელიც ყოველთვის სადარაჯოზეა, შეუძლია ხელი შეუშალოს სიმშვიდის დამრღვევლებს, აწვალონ მის ცხვრებს. კარგ მეცხვარეს ყოველთვის ხელთა აქვს პარაზიტებთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალებები. პირველ რიგში იგი ზრუნავს იმაზე, რომ ცხვრები დაამუშავოს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით და გაანთავისუფლოს ისინი რწყილებისა და ტკიპებისაგან. შემდგომ იგი ზრუნავს იმაზე, რომ საძოვრის გარშემო გააშენოს სპეციალური დამცავი ქამარი ხეებისა და ბუჩქნარის სახით, სადაც ცხვრებს შეუძლიათ იპოვონ თავშესაფარი და სიმშვიდე თავიანთი მწვალებელი მწერებისაგან. ეს ღონისძიება ითხოვს დამატებით საზრუნავს, იმისათვის, რომ გაწეულ იქნას ქმედითი დახმარება, აუცილებელია დროის, ძალისა და ფინანსების დახარჯვა ქიმიური საშუალებების შესაძენად. ამასთან, მეცხვარე ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს მას მინდობილ ცხვრებს შორის, რათა ახლოდან უშუალოდ ადევნოს თვალყური მათ მოქმედებებს და თუ იგი შეამჩნევს მწერებისაგან ოდნავ მაინც შეწუხებულ ცხვრებს, მან სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მის მთავარ მიზანს ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს უზრუნველყოს თავისი ფარა სიმშვიდით, სიწყნარით და კმაყოფილებით. ქრისტიანების ცხოვრებაშიც ხშირად წარმოიქმნება უთანხმოებები გამოწვეული წყენისაგან, სასოწარკვეთილებისა ან რომელიმე სხვა გულის ტკივილისაგან. იმ ადამიანებზე თუ გარემოებებზე, რომლებსაც გამოვყავართ წყობილებიდან, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მათ ჩვენ ჭკუაზე შეგვშალეს. არსებობს კი ამის საწინააღმდეგო საშუალება? იმათთვის, ვინც იესო ქრისტეს მფარველობის ქვეშ დადის, პასუხი აბსოლუტურად განსაზღვრულია. დიახ, ზუსტად სულიწმიდის მოქმედების საშუალებით. ზეთი სახობრივად ბიბლიაში წარმოადგენს სულიწმიდას სიმბოლოს. ყოველდღიურ ყოფაში ზეთის მახასიათებელი თვისებებია სირბილე, შემსუბუქება, განკურნება.
სული წმიდა საშუალებით ჩვენ შევიმეცნებთ იესო ქრისტეს თანდასწრებას. სული წმინდა გვანიჭებს სიმშვიდეს, ძალასა და გაწონასწორებულობას სასოწარკვეთილების წუთებში და ცხოვრებისეული სიძნელეების პერიოდში. იგი ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, როცა მას მივმართავთ და მასთან მიგვაქვს ჩვენი საკითხები თუ პრობლემები. თვით არასასიამოვნო საკითხებიც კი, რომლებსაც მე ვერ ვუმკლავდები, შემიძლია მასთან მივიტანო და ვთხოვო დახმარება. ხშირად ესეც კი მეხმარება, ხმამაღლა რომ დავიყვირო. ო ღმერთო უფალო ჩემო, ეს აღემატება ჩემს ძალებს, ამას მე თავად ვერ გავუმკლავდები, ეს ჭკუაზე შემშლის, მე ვერ ვმშვიდდები, გემუდარები, შენ აიღე ეს საქმე შენს თავზე. და ამას იგი მისთვის დამახასიათებელი სასწაულებრივი სახით აკეთებს. იგი და მისი თანდასწრება ვლინდება, როგორც განმკურნავი, შვების მომცემი საშუალება. ყველა ჩემი განსაკუთრებული სიძნელეების გადასალახავად. უშუალოდ ეს მე მავსებს იმ რწმენით, რომ ჩემს პრობლემებს იგი გადაწყვეტავს საუკეთესო სახით და შეიძლება სულ სხვა გზით, ვიდრე ამას მოველოდე. ამის შემეცნება უსაფრთხოების გრძნობას მიმტკიცებს. მაშინ მე შემიძლია მშვიდად დავწვე და მოვისვენო, რამე თუ მან აიღო თავისი ცხოვრების ტვირთი თავის მზრუნველ ხელებში. საბოლოოდ, შვიდად რო წამოწვეს ცხვარი მოსასვენებლად, იგი არ უნდა განიცდიდეს შიმშილის გრძნობას. ეს გამომდინარეობს ჩვენი ტექსტიდან, ხასხასა მოლზე დამასვენებს. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მეცხვარეობის მეურნეობების უმრავლესობა განლაგებულია გვალვიან მიდამოებში. ცხრების ჯიშების უმრავლესობა კარგად ვითარდება ასეთ კლიმატურ პირობებში. მშრალ კლიმატში ისინი ნაკლებად ამთვისებლები არიან ავადმყოფობებისა და მწერების მიმართ. თუმცა ამ გარემოებას უარყოფითი მხარეც აქვს, ის რომ ასეთ ადგილებში თითქმის შეუძლებელია ნოყიერი საძოვრების პოვნა, როგორიც მაგალითად პალესტინაა. დავითი ამ ფსალმუნს ბეთლემის მახლობლად წერდა, სადაც იგი თავისი მამის ცხრების ფარას მწყემსავდა. ეს არემარე მოიცავს მშრალი და გვალვიანი მიწის დიდ ტერიტორიებს. მწვანე ხასხასა საძოვრების პოვნა თითქმის შეუძლებელი იყო მაშინ. მათი შექმნა დიდ ენერგიასა და დროს ითხოვდა. აუცილებელი იყო ნიადაგის ოსტატურად დამუშავება. ნოყიერი მწვანე საძოვრები წარმოიქმნებოდა მაშინ, როდესაც ღატაკ ქვიან ნიადაგს აპოხიერებდნენ, ხნავდნენ, ასუფთავებდნენ ბუჩქნარისა და ხის ფესვებისაგან და საკმარისად რწყავდნენ. კეთილსინდისიერი მეცხვარისათვის ეს დროის, ძალის და ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. წარმატებული მეცხვარეობისთვის ნოყიერი საძოვრები წარმოადგენდა უდიდეს აუცილებლობას. სანამ ბატკნები იზრდებიან, ნერვებს სჭირდებათ ნოყიერი საკვები. მათი რძის სიუხვე დამოკიდებულია მწვანე ხასხასა საძოვრების არსებობაზე. თუ ფარას შეუძლია მდიდარი საკვებით სარგებლობა, მოსასვენებლად დაწოლა და ცოხნა, ასეთი ფარა იზრდება და ვითარდება. ესეთი სანახაობა ამშვიდებს და ახარებს მეცხვარეს. ჩემს პირადულ მესაქონლეობის გამოცდილებაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები გახლდათ ის, რომ მე მოვახერხე ჩემი ფარისთვის შემექმნა მაღალპროდუქტიური ნოყიერი საძოვარი. ჩემი მამულის ორ ფილიალს ეკუთვნოდა გამოტუტვილი ღარიბი, ნიადაგის მქონე მინდვრები, რომლებიც დაუმუშავებელ დაბალხარისხოვან საკვებს იძლეოდა საქონლისთვის. ოსტატური მეთოდებითა და მეცნიერულად დამუშავებული გზით ეს მინდვრები მალე გადაიქცა აყვავებულ მიწებად, მუხლებამდე ნოყიერი ბალახითა და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით. ასეთი კვების კვალობაზე არც იყო გასაკვირი, რომ ბატკნები თავიანთი ცხოვრების მიასე დღეს აღწევდნენ წონას 100 ფუნტს. საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ფარა მალე ძღებოდა, შემდეგ წვებოდა მოსასვენებლად და იცოხნებოდა. როცა მშიერი და ცუდად გამოკვებილი ცხვარი მუდმივად ფეხზე მდგარი იმყოფება, იგი ყველგან დაეძებს ბალახს შიმშილის მოსაკლავად.
ასეთი ცხვრები უკმაყოფილონი არიან, ისინი ცუდად ვითარდებიან და არანაირი მოგება არ მოაქვთ თავიანთი მეპატრონისთვის. ძალის, მხნეობისა და სიცოცხლის გარეშე ისინი უბრალოდ ჭკნებიან. წმიდა წერილები გვიხატავს დაპირებულ მიწას. ღმერთმა ძალა არ დაიშურა, რათა გამოეყვანა ისრაელი ხალხი ეგვიპტიდან და გაძღოლოდა მათ ქვეყანაში, სადაც მოედინებოდა რძე და თაფლი. ეს არა მარტო მხატვრული გამოხატვის საშუალებაა, არამედ სოფლის მეურნეობის ენასაც შეესატყვისება. აქ საუბარია რძის ნაკადებსა და თაფლის ნაკადებზე. ამით ნაგულისხმებია გაზაფხული და ადრეული ზაფხული, რომლის დროსაც საძოვრები ყველაზე მეტად ნოყიერია. ცხოველებზე, რომლებიც იკვებებიან ამ ნოყიერი საკვებით და ფუტკრებზე, რომლებიც აგროვებენ ნექტარს ამ სურნელოვანი ყვავილებისაგან, ამბობენ, რომ ისინი აწარმოებენ რძისა და თაფლის ნაკადებს. ანუ ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ეს არის მხარე დიდებული მწვანე საძოვრებით. როცა ღმერთი დაპირდა ისრაელ ხალხს ესეთ ქვეყანაში მიყვანას, იგი გულისხმობდა კმაყოფილ, ბედნიერებითა და კეთილდღეობით სავსე ცხოვრებას თავისი ხალხისათვის. ძველი აღთქმის გადმოცემები ისრაელი ხალხის გამოსვლისა ეგვიპტიდან და მისი შეყვანისა დაპირებულ მიწაზე ჩვენთვის ღვთისშვილებისთვის წარმოადგენს იმის წინასახეს, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავად გადავიდეთ მიწიერი ცოდვილი ცხოვრებიდან გამარჯვებულ სიცოცხლეში. ჩვენ დაპირებული გვაქვს ესეთი სიცოცხლე. იგი ჩვენთვისაა გამზადებული, ვინაიდან იესო ქრისტემ მოიპოვა იგი ჩვენთვის. იგი დაუღლელად მუშაობს იმაზე, რათა მოასუფთავოს ადამიანთა ცხოვრების გზა ურწმუნოების ლოდებისაგან. იგი ცდილობს ბოლომდე ამოძირკოს სიმწრის ფესვები. იგი დაუღალავად მოქმედებს, რათა მოდრიკოს გამყარებული, ამაყი ადამიანის გული. შემდეგ იგი თესავს ღვთის სიტყვის თესლებს, რომლებიც თუ მას მიეცათ მცირე რაოდენობით გაზრდის საშუალება, მოიმკის სიმშვიდის, სიხარულისა და უსაფრთხოების უხვ მოსავალს. იგი რწყავს მას სული წმიდაში თავისი თანდასწრებით, ცვლითა და წვიმის წვეთებით. იგი იცავს და ზრუნავს ახლად გაფურჩქნილ სიცოცხლეზე და ელოდება იმ დღეს, როცა იგი გამწვანდება და ნაყოფებს გამოისხამს. ყველაფერი ეს მიუთითებს მეცხვარის დაუღალავ მცდელობასა და ძალის ხმევაზე, რომელსაც ამხნევებს სურვილი იმისა, რომ მისი ცხვრები მაძღარნი და კმაყოფილნი იყვნენ. ამის მსგავსად, ჩემს კეთილმწყემსაც აქვს სურვილი საუკეთესო სახით იზრუნოს ჩემს კეთილდღეობაზე. ჩემი გონება ვერ ჩასწვდება მისი მზრუნველობის გამოხატვის საშუალებებს. საუკეთესო, რაც მე შემიძლია გავაკეთო, რწმენით მივიღო ის, რაც მან მომიმზადა და გავიხარო ამით. მცირეოდენი ქრისტიანები ტკბებიან ამ კიდეებიდან გადმოსული ცხოვრებით, რაც ხასიათდება სიმშვიდით და ღმერთს მინდობილი ცხოვრებით. მაგრამ ვინაიდან ბუნებით ჩვენ თვითნება და დამახინჯებული ნატურა გვაქვს, ხშირად ვამჯობინებთ ამ მიწის გადამხმარ და გაღატაკებულ ნიადაგზე ბალახობას. ხშირად განცვიფრებული ყოფილ ვარ იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი ჩემი ცხვართაგანი ნამდვილად აძლევდა უპირატესობას მეორე ხარისხოვან საკვებს. კეთილმა მწყემსმა მაინც მოგვიმზადა მწვანე ხასხასა საძოვრები ყველასთვის, ვისაც სურს მასთან მისვლა დაკმაყოფილდეს და გაგრილდეს. სიხარულსა და სიმშვიდეს ისინი მიიღებენ ბარაქიანად.